შინდისის ბრძოლა საქართველოს უახლესი ისტორიის ტკივილი. 8 წლის წინ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ აგრესიას 17 ქართველი სამხედრო სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო აჭარიდან 2 კაპრალი, თეიმურაზ ბერიძე და რომან ზოიძე. დღეს ჩვენ შინდისში გმირულად დაღუპული თეიმურაზ ბერიძის ისტორიას გაგაცნობთ. რაც შეეხება რომან ზოიძეს, მის ოჯახს უმძიმს კამერების წინ რომანის გახსენება დღეს მათ ჟურნალისტებთან კონტაქტი არ ისურვეს. დიანე თურმანიძე მოგიყვებათ ჩვენი დროის გმირზე. შინდისის გმირის ყველა პირადნივ ახლა ესკარა დაინახავს. წარმატების სერტიფიკატებსა და მედლებს შორის საპატიო ადგილი სამხედრო ფორმას უჭირავს. 2006 წელს გადაწყვეტა წასულიყო სამხედროში. კონტრაქტი არა მარტო ოჯახისთვის, არა მარტო შვილების საქართველოსთვის. ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ საამაყოც არის. მე ყოველთვის ვიტყვავს, რომ ბედნიერი არა ვარ, მაგრამ ამაყივა რომ გმირის მეუღლე მქვია და გმირის შვილებს ვხდია. თეიმურაზ ბერიძის პირად ნივთებს შორისაა ის ტელეფონი, რომლითაც 11 აგვისტოს დილით ეს ფოტო გადაიღო და ოჯახს სამშვიდობოზე გამოსვლა ახარა. ამერიკა რომ სამშვიდობოზე ვარო 11 საათზე. 11 და 12 საათი იქნებოდა. სამშვიდობოზე ვარო, მაგრამ თუმცა მე დადგინდა რომ ალყაში ყოფილა. ყველას გველაპარაკა ბავშვებს, ჩემულსაც დაელაპარაკა მეც თავისთავად. ხო პაპუ ბავშვებს მიხედეთო მამა გლახად ყავდა ფაქტები მამა ყავდა მამას მიხედეო თურმე ალყაში იყო და თეიმურაზ ბერიძე სენაკში მეორე ბრიგადის 22 ბატალიონის კაპრალი იყო. მეუღლემ იგი ბოლოს 7 აგვისტოს ნახა. ბოლოს გავაცილე ქაბულეთიდან 7 აგვისტოს დილით 5 საათზე. ძალიან თბილი იყო. ძალიან განსხვავებული იყო ის თავიდანაც თბილი იყო, განსხვავებული იყო. გაცლების დრო შემოტრიალდა ორჯერ ბავშვებს გადაკოცდა ქრისტე გაბუტული ყავდა აი ჩაკოცდა ქრისტინა გავაცილე სენაკში საღამოს გაიყვანეს ცხინვალში 9-მდე არ გვეკონტაქტებოდა 9-ში დაგვირეკა კარგად ვარო ჩვენ ვკითხულობდა ჩვენზე უფრო დარდებოდა და ვიდრე ბისთავზე 16 წლის დათოს და 13 წლის ქრისტინას მამის სახე კარგად ახსოვთ. ეამაყებათ გმირი მამიშვილობა, თუმცა გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ ამ თემაზე საუბარი უჭირთ. წარსულ დროში საუბარი რთულია თეიმურაზის გამზრდელისთვისაც. თემური გასახსენებელია ყოველთვის, როგორც მართლაც ადამიანი, როგორც ვაჟკაცი და სამშობლოსათვის თავგანწერული გმირი. მაგისთანაშვილი ალბათ არ არსებობს ვიტყვი ჩემთვის ეს სხვისთვის ყველა შვილი გმირია, მაგრამ ჩვენთვის ის სასწაული იყო. ბერიძეების საცხოვრებელ სახლთან მდებარე ქუჩა უკვე მერვე წელია თეიმურაზ ბერიძის სახელს ატარებს. მაგის სახელობის ქუჩა არის ჩვენთანაც აგერ, სადაც ცხოვრობს, სადაც კიდე ცხოვრობდა კახეთში, იქაც არის გაკეთებული ყველაფერი. ხო და ეხლა კიდე ვაპირებთ, რომ სადაც სკოლა დაამთავრა, სადაც დაიბადა, იქაც უნდა გაკეთდეს ყველაფერი. სოფელ შინდისში სარკინიგზო სადგურთან უთანასწორო ბრძოლისას დაღუპულ 17 სამხედრო მოსამსახურეს შორის 2 კაპრალი თეიმურაზ ბერიძე და კაპრალი რომან ზოიძე აჭარიდან იყო.